სალამი მოგესალმებით ყველას, ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩემთვის არის გამორჩეული ეპიზოდი და განსაკუთრებული. ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელიც არ არის უბრალოდ მუსიკოსი, უბრალოდ არტისტი. პირველ რიგში არის ჩემი მეგობარი, რომელთან თითოეული ურთიერთობა და დიალოგი არის ძალიან საინტერესო ყოველთვის ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცებს ვსწავლობ და მასწავლის სულ მასთან ურთიერთობა. გაიცანით მეგობრებო, ლეო ჯიბლაძე, უნიჭიერესი ადამიანი, რომლის აზროვნებაც საერთოდ ეს შკალა აზროვნების არის რაღაც კოსმოსური მასშტაბის. და ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ ისეთი საუბრები, რომელიც ხდება ყოფით პრობლემებს და ისეთ ყოფით საუბრებს და ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე მაგალითად ჩვენს ცნობიერებაზე, რაღაც სენსებზე, რომელიც არის ადამიანის ტვინში და ამ ერთ-ერთ დიალოგში მითხრათ ძალიან საინტერესო რაღაც და ამოვიწერე, რომ ამით მინდა რომ დავიწყო. მუსიკაზე ვსაუბრობდით მაშინ და მითხრა ისეთი რამ, რაც ძალიან დამაფიქრა მაშინ, რომ მუსიკა არის ხმა ამ რეალობაში, მაგრამ ხმის გარდა ემოცია სჭირდება მიმღების სენსორები ტვინში, რომ გამოიწვიოს ემოციური ტურბულენტობა იმ ტალღების, რაც გესმის. ხო და გაიცანით მოკლედ ლეო ჯიბლაძე. შენ გახსოვს ეს როდის თქვი? მახსოვს, იმიტომ რომ მუსიკაზე ვსაუბრობთ და მაშინ კომუნიკაციით. არ მახსოვს დიდი მადლობა ხალხო. დიდი ხანია ვგეგმავთ ამ ყველაფერს და რაღაცაერად მოხდა, მგონია რომ სახლში არის, იმიტომ რომ მართლა სოფო შენ ჩემი ოჯახის წევრები ხართ. სანამ დავიწყებ მუსიკალური პოდკასტი ასე თუ ისე, მოგიტანეთ. რაღაცა ვერ გამოვირჩევით არტისტები, ფუფუნებით ალბომების, მაგრამ ორი ალბომი ფიზიკური მოვიტანებ. ხო, კასეტა და ერთი გერმანულ ლეიბლზე გამოვეცნი, ორი ფრანგულ ლეიბლზე. და უბრალოდ რაღაც სიმბოლური არის პუნჩუ. სიმბოლურად რომ რაღაცნაირად ასე აგერ. საინტერესო. ანუ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ფიზიკურ მასალას მაინც თავისი ისტორია და ენერგია აქვს. მამა ჩემი ვინილების კოლექტორი არის და ძალიან კარგად მესმის ფიზიკურ მასალას და ფიზიკურად რო უყურებ აი ამ ჩალაგებულ თაროებზე ვინილებს, მაინც სხვა და რო ეხები და ძროშები და დადებ და ნემს რო დაადებ თავისი ბოდიში და მუღამია. ნუ როგორც სმენელი და თან როგორც არტისტი, როცა აცნობიერებ რაღაცნაირად რაღაცა გაქვს ხელში, რომ აჩვენო ადამიანებს, ან არ აჩვენო. მაგრამ შენს ცნობიერში დალექილი შენი წარსული გზა, რომელიც რაღაც იმ ეტაპის შენს ემოციურ მწამს მოიცავს, არის როგორ უყურებ რეალობას, ხო? მუსიკა როგორც შენ თქვი, ხო, რაღაცა გრავიტაციული ხმარი ჩვენს რეალობაში, რომელიც გადაეცემა 1 კვადრატულ სანტიმეტრზე ატომებით ერთმანეთს. და რაღაც საინტერესოა რა, თუ გაქვს იმის ფუფუნება, რომ გამოსცე, ეხლა პირადად შეიძლება ვერ გქონდეს, მაგრამ ლეიბლები გაძლევენ ამის საშუალებას. შენ გაქვს ამის ფუფუნება, რომ ლეიბლებთან გაქვს რაღაცა მოახდინა სამყარო მისე და ხო, ასწორებს. გაქვს და ზუსტად ეგ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, აი ეს შენი გამოცდილება და შენი გზა, რა გაიარე, როგორ გაიარე, დღეს როგორ მოხვედი და პირველი რაც მინდა ეხლა რომ დავიწყოთ. ძალიან ბევრს მოგზაურობს, ნუ ნიკა მიცის, მაგრამ ვაყურებელმა და მსმენელმა რო იცოდეს, ძალიან ხშირად იცვლის ლოკაციას. და პირველი, აი ყველაზე დიდი პერიოდი, რაც საქართველოს მიღმა, რაც იყო და ცხოვრება, ხო, დაიწყე, ეს იყო ამერიკა. აი რომ გაიხსენო ამერიკაში ჩასვლის პერიოდი, ის ეტაპი, რაც გაიარე და რომ შეადარო, თქვათ, რომ ჩამოდიხარ, ბრუნდები შენს ქვეყანაში, იმ ადგილას, სადაც დაიბადე და ის ენერგია, რაც აქ ხდება. რაზე მოქმედებას ახდენს შენზე, აი როგორც იდენტობა, შენ რას ცulis, აი ეს ყველაფერი და ის წარსული რა გზა გაიარე და ზოგადად შემოქმედებაზე როგორ აისახა ამერიკიდან, აი ის ცხოვრება იქ მარტო დარჩენა, იქ რამდენი რაღაცის გავლა ალბათ ახლა, ნუ ძალიან დიდი გზა იყო ის.
რა ხდება აქ რო ბრუნდები მე? ისე დალაგდა ეს დროის ასპექტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემი სიცოცხლის ყველაზე მეტი წლები. რო აიყო ერთიანად, მაგ ცხოვრები ნიუ-იორკში და იქ ცხოვრობ, ხო? ანუ ჩემი შეგნებული ცნობიერი, როცა უკვე ვაანალიზებ, რომ ხარ homo sapiens sapiens და ხარ ადამიანი და თავისი ამ უარყოფითი ნეგატიური თვისებებით, დადებითი თვისებებით, რაღაც ქოლაი შეგნეთქოლი ხდება შეჯახება ერთმანეთის და მე იწევ შენს რაღაც ემოციურ ტურბულენტობას. მოხდა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში როცა გადავედი საცხობად, მე და შენ ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ შენ არაფერს ახალს არ სწავლობ რეალურად რა ამ სამყაროში. შენ იხსენებ, ხო? ხო ეგრეა. ეგრეა. ჩვენ ხო ახალს არ ვსწავლობთ. ჩვენ ვიხსენებთ ის, რაც კარგად დავიწყებული ძველია, ხო? ეხლა რო არ ჩავიდე, ჩვენ მაგას ჩავიდეთ. ნიკოლოზ ხო მაგას თქვი. ისე ვარ ჩააჭიროთ, რომ რეზისტენცია რაღაცა დაგვეთქი დაგვამიწელი. ჯერ მოდი ჩავაჭიროთ და მე მივხვდებით, სად აღარ უნდა ჩავაჭიროთ. მე რო თავბროდ დამეხუა, მე მივხვდები, რომ ნუ დიდი მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ როცა ხვდები სხვა სოციუმი და სხვა ენერგეტიკული ველი, ხო, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ნიუ-იორკში, ყველა სხვადასხვა და ანალიზებ, რომ ხარ არაკანა. არაფერი. მართლა არაფერი. და ეს არაფერი იმდენად განგრევს შინაგანად. აი ხო ის რაღაცა ფსკერზე რო ჩადიხარ და ფეხი თუ არ მიარტყი რაღაცას ვერ ამოვარდები, ხო? აი კოსმოსში თუ რაღაცა ჩაგაგდეს, იმიტოა ვაკუუმი, რომ ვერაფერს დასაყრდენი არა და შენც ვერ იქნები აი რაღაცა გაშეშებული, სანამ ვიღა რაღაცა კომენტარ დაგატყავს და გადაგაატყავს. ნიუ-იორკო ტურბულენტობა მომცა ძალიან. ნუ დაწყებული რაღაცა, მე არ ვარ ის ტიპი, რომ თაკილობ და რაღაცებს. ეხლა რო არ წავიდეთ რაღაც ნეგატიურ ცხოვრებისეულ ასპექტებზე, ხო? იქ მუშაობა ბართენდერად, მიმტანად, მშენებლობაზე, კონსტრაქშენზე. მშენებლობაზეც რა თქმა უნდა. ეგ არ ვიცი. სტანდარტული ჩასulis ჯობია. არა, ხო, არ ვიცოდი ახლა. გონია რომ ყველაფერი ვიცი და აი რამდენი რამეა რაც არ ვიცი კიდე. ვერაზოს ვერ ვუყურებდი ამ ყველაფერს რაღაცა ის რომ სათაკილოა ხდები და ყველა ინფორმაცია სასაც ვიღებთ აქვს თავისი ემოციური წამსი რომელიც გზრდის რაღაც trigger მომენტებს გიკეთებს რომელიც გაანალიზებინებს რომ იცი რა აი ხა მაგარი ცუდი ტიპი ხარ და ეხ მაგარი ცუდი ტიპი რო ხარ რომ გაკ ამბიცია რომ კაი ტიპი იყო მოდი და დაალაგე რა ეს ყველაფერი და ამ დაალაგებაში დამჭირდა დიდი ხანი 38 წლის ვარ პატარა ბავშვი აღარ ვარ რომ რაღაცები გეპატიებოდ შეიძლება ყველას ყველაფერი ეპატიება ხო მაგრამ ყველაფერი მოსულა მაგრამ მოსულა აი კითხვა კაცია ადამიანი ბევრი რაღაც მოხდა რა და ეს ნიუ-იორკის ცხოვრება და მე უბრალოდ ვაგდება ის რომ ნუ თავისთავად იქ ხო ბარში სიმღერა რაღაცა და მივხვდი რომ არ შემიძლია ჩემი ემოციური ინტელექტი რაც მაშინ არ მქონდა გავყიდო ფულზე ვიდგე ვიმღერო რაღაც თუნდაც კაი თუნდაც ცუდი ვიღაცა რომ იქ რაღაცას არ ახუნებს ხტები მივხვდი რომ მიშასვაჩს მაგის მერე წავედი შენ მეთქი მინდა რომ ფიზიკურად ვიმუშაო შენ შემოქმედებას არ მინდა რომ შევეხო ფინანსურად და ძალიან დიდი ხანი გავაგრძელე რთულია რა თქმა უნდა ურთულესია თან მე ძალიან ინტროვერტ ტიპი ვარ იქიდან გამომდინარე რომ კომუნიკაცია შემიძლია მაგრამ ამ კომუნიკაციის მიღმა რამდენად მაქვს იმის სურვილი რომ მივიღო ყველა ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ეგ უკვე შეიძლება ჩემი მენტალური პრობლემაა რომ ყველას ვერ ვიღებ მიმღებლობა მაქვს მე სულ ამ მიმღებლობა მაქვს მკვლელისაც რომ აი ვიღაცა მოკლა მივიღე მოკალი მაგრამ მე მინდა ურთიერთობა რომ მქონდეს ის ადამიანთან რომ ისედაც ამ ჩამოძაბულ რეალობაში ისევ ჩამომანგრიოს და მე ისევ ძლის ავაშენო დიდი ხანია მჭირდა შეგოი აშენებული მაგ მე ვარ ალბათ რავი აი 15%-ზე ადამიანი სადაც უნდა იყოს თავისი რეალური ცნობიერებით და მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ რომ რაღაცას ვახერხებ. რომ გავუნკავდე და რაღაც ხო აი ალღებზე რომ სერფ ხო გინდა რაღაცა ის რომ აი ეს რითმი იგრძნო და აი ეს მიყვე რომ თლუმ არ გააკეთო. ეგ მაქვს რა ცხოვრებაში სულ არის ეს ტურბულენტობა და ჩემი აზრით ჩემთვის თავარია იყოს ადამიანი რაღაცა ნევროპლასტიკური, რომ ყველგან გაიწეროს, აი გაპლაწო, ქართულ მაგარი სიტყვა გაპლაწო.
სადამდე გიჟდები ამის ლექსიკაზე ვიწერ ხოლმე აი ფრაზებს. სადამდე გაგწდება ხდები ნეგატიურ ასპექტშიც და რაღაცა დადებით ასპექტში. და მე იმასაც ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი არის კეთილი, რეალურად ზუსტად იგივეა ოპოზიტი შეუძლია იყოს ნეგატიური რა. ჩვენი კვანტური პოზიცია სუპერპოზიციის, ხო, თან ვტარი ხარ, ის კატათამბარია, თან ცოცხალია. რამდენად რა ხარისხში შეგიძლია რომ იყო კარგი ტიპი, ზუსტად იგივე ხარისხში. ანალოგიურად, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ იყო მარტო კაი, მაშინ ფეიკი ხარ. ხები? და რაღაცა ის fake sensori ძალიან განმევითარდა და არ ვიცი მე განვავითარე თუ რაღაცნაირად გარემომ ანუ იმდენ თემაზე გვისაუბრია მე და შენ და იმდენ თემაზე საუბრობ ყოველდღიურად ფაქტიურად რომ კიდე ამ ყველაფრის გამეორება ხო იცი გამეორება ცოდნის დედა შეგიძლია იარსებო ამ რეალობაში ისე რომ იყო აბსოლუტურად მიუღებელი ყველასთვის მაგრამ არსებობდეს ადამიანები ვინც შენთვის იმ სკალაზე დგას, სადაც უნდა იდგეს ადამიანი და თუ ისინი, აი მაგალითად ჩემთვის არის სოფო, რომ რამდენ ახალ მუსიკას გავაკეთებ, ალბომს გამოვცემ, რომ ვაგზავნი ხოლმე, გული მიცევს, იცი, სანამ მოისმენდა, როგორც ეხლა მანქანაში მივდივარეო და იქ ჩავთავ რომ იცი ისე, მოის. კი, ნერვიულობ, პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ჩემთვის ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანი. კი, ეგეც ვიყავით და ალბათ იმიტომ რომ ადამიანები ვიყავით განვითარდით და როგორ განვითარდა რამხელა ტრანსფორმაცია ანუ არ მგონია ეხა რომ რაღაცა პაზოლინი დაიბადა პაზოლინად ხო იმ პაზოლინმა გაიარა ეტაპი რომ გახდა ის მედია გადაიღო ის სალო გადაიღო ეს აკატონე გადაიღო რაღაცები და თავიდან ეხა მე დავიბადე და ვაი რაღაცა გიგა ლორკიფანიძე არ ხდება ეგრე ხო, ნამდვილად. ჯერესეთი მართლა ბიოლოგიურ ფიზიკურ დონეზე სულ ვიცვლებით. ანატომიურად სულ ვიცვლებით არში. ეხლა 1 საათის წინ რაც ვიყავი, ქიმიურად ის აღარა ვარ უკვე всё და. დიახ. მუსიკასაც რო შევეხოთ. აუცილებლად. ანუ აი ამ ყველაფერს ნიუ-იორკში ამეწრის იყავი რა ჩახვედი. 22-ის. და ქონდა სულ თავიდანვე ქონდა საშუალება რომ პარალელურად აი თქვა ბარში იმღერო კი არა რომ შენი საკუთარი მუსიკა აკეთო თუ რაღაცა დრო ვერც აკეთებდი გინდოდა კეთება და ვერ აკეთებდი და მე ნელ-ნელა 2-3 წელიწადში საშუალება მოგეცა ლეპტოპი იყიდებ თქვა თან რაღაცა საუნდკარტა იყიდე დინამიკი იყიდე აი ეგ როგორ ხდება რომ შენ მაინც დრო გამონახე აი ამ ჩასვლა ჯერ იმ ხელა ქალაქში მართლა მილიონობით ადამიანში, როდესაც არაფერი არ ხარ და ზედარაღი არ გიყურებს იდეაში რა, რომ შენ მოიცალო შენი თავისთვის, რომ ის აკეთო რაც აი შიგნიდან გეფხანება. ცოტა რა, რომ აი იმაზე კი არის ფიქრო რომ ხვალ როგორ გადარჩე. არა იმაზე რომ მოდი მე ეს მინდა რომ გადმოვიტანო და გადმომაქ და აი როდის დაიწყო ეს რომ შენ შვიდად წყნარად დაჯექი და შენ მუსიკას და შენი სათქმელის გადმოტანა დაიწყე. ნუ დაიწყო მაშინ როცა გადავწყვიტე რომ რაღაცა ჩემ თავს მივეცი მის დედლაინი, რომ ეხლა ლეო იმუშავებ. შენობა იქნება, ბარტენდერობა იქნება. იმუშავებ, ამ ფინანსებს აიღებ. აუდიო ინტერფეისი იყიდი, კარგ სპიქერებს იყიდი, ინსტრუმენტებს იყიდი, მე ანალოგზე მიყვარს როგორც მუშაობა, რაღაც სინთეზატორი, რაღაცა drum machine რაღაცები. რა თქმა უნდა ფინანსებთან ადაკავშირებით. ხო, რა მაგას ვიძახი, აი რამდენი დრო დაგჭირდა რომ აქამდე მისულიყავი და დამჭირდა იქამდე რომ რაღაცნაირად მივხვდი, აი ეს ფინანსები უნდა ავიღო, იმიტომ რომ მე არ მაქვს იმის საშუალება და არც არ მქონია რომ რაღაცა მივიდე სტუდიაში საათობით და ეს ავიდეს 20,000 ეურო და 10,000 და ძალიან დიდახებზე მის ახლა როგორც ჩვენთან თბილისში ეგრე არა აი აბა ჯამწერე და პოსტლეზე მოგცემ და მე არ მოგცემ და აი მოდი დალიე ბარში ჩემ ეგრე არ ხდება ხო? არა მოითხოვა რაღაცაერთ მუშაობა მართლა ამ ყველაფერმა და გადადება და მაგან დამანგრია სხვათა შორის, მაგრამ ეხლა ხვდები რომ კი არ დამანგრია რაღაცა დამაშენა რომ რო აკეთებ იმას რასაც არ გინდა რო აკეთებ. შენი ნაწილი ყვდება. ანუ იმდენჯერ გამოვიგლოვე საკუთარი თავი უკვე რომ გარდეიცვალა. მაგრამ ამ თვითონ გარდაცვალებას ხო მე ზოგადად სხვა დამოკიდებულება მაქვს. რა ხდება ამ გარდაცვალების და სიკვდილის დროს, ხო? რთულია სოციუმში, როცა გააჟღერო ეს თემა და ნუ ვიღაცას დედა უკვდება, ვიღაცას შვილი, ყველაზე მძაფრ სიტუაციებზე. რა თქმა უნდა, ადამიანური თემით გაქვს ის, ხო, რაღაცა ისე ამიგდილა მოქმედებს და გეთიშება ეს შენი პრეფრონტალური კორტექსი და გეშინია, ხდები, რომ რაღაც ახალია, მაგრამ რისი გეშინია? იმის კი არა, რომ ის იქ წავიდა, ის კარგად ახსენებს წავიდა. მე რა მეშველე. ხო.
ხდები? ანუ მე ვშები, აქ და მე რამე შეიძლება მე ვერ გნახავ შენ რაღაცა. ხდები, ანუ აი ეს თემატიკა თვით გადარჩენის და შენ თავთან დარჩენის. ხო, მაგრამ მოვიდა დრო, რომ ეგ უნდა მიიღო ადამიანმა გაზრდისთვის, რაღაცას უნდა დახუჭო თვალი, რომ რაღაცა მიზანი ქონდეს, შენ მიზანი იყო, რომ სტუდია მქონოდა სახლში. ჩემ გედრუმში, მაგ ბრუკლინში ეს სტუდია, მაგრამ ვინც აკაია, ღამე წაწები, თუ გაგახსენდება, ღამე სამსახურზე წამოხდი. და კომფორტია. ხო, და ეხლა როგორც წესი, ხო, რაღაცნაირად მოვიდა უკვე ის ეტაპი, რომ წამყვარ არტისტებს, ხო, ხა ვარ შევეხოთ რაღაც dark metals რაღაცა, რომელსაც მაინც გჭირდება ეს სხვა ხარისხის აკუსტიკა სტუდიური, ხო, ნიკოლოზ აი რაღაც ჩაწერო ის დრამი რაღაცა. მაგრამ მეგონები არტისტებს რომ თვითონ აკეთებენ ყველაფერს, ზოგადად უკვე რაღაც სახლშია. და ეს არტისტები რაღაც გრემზე არია წარსდგენილი. მე ვფიქრობ, რომ გრემი მაღალი საფეხურია მუსიკალური, მაგრამ თუ საუბრობთ რაღაც მუსიკაზე, რაღაც ღირებულება აქვს, ხო, ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ანუ მინიმუმ ცნობადობის ღირებულება მაინც აქვს. ხო, რა თქმა უნდა. რადგან ქვია, რომ აი გრემის ფლობელი ან გრემიზე ნომინირებული არის ვიღაცა, უკვე გაინტერესებს. რომ რა. ეგალია. ეხლა შენ მე ეგ მოგეწონება არ მოგეწონება, სხვა ამბავია რა. პირადული არის და ვიღაცამ რომ ჩათვალო, რომ არტისტი რაღაცით დაჯილდოვდეს, ესე იგი არტისტი ყურადღება მისაქცევია. რომელიც ძალიან ხშირად საერთოდ არ მიმეცევია. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემ ვიცით რომ ყველა მატარებას თავის გზავრი ყავს. ყველა ალხანას თავის ალხანა ყავს. ყველას თავის არსებობის უფლება აქვს. იცი რა მომენტი მინდა რომ გაიხსენო აი ნიუ-იორკში მახსოვს ყვებოდი რომ აი პირველად ნიუ-იორკის რადიო ლაივი რა იყო აი სადაც პირველად დადექი CDJ's ანუ სეტთან და გონზე არ ვიყავიო საერთოდ ვაფშე რა უნდა მეკეთებინა მაგრამ ვიცოდი რომ მან უნდა მოუხვედრილიყავი და მინდოდაო და აი მაქედან მახსოვს რომ ეს იყო ერთ-ერთი რაღაცა პირველი აი რო არ იცოდი რა საკეთებდი მაგრამ აი წახვედი და იქიდან ისწავლე მე ჯერ იქიდან რომ დავიწყოთ რომ მე თბილისში ძალიან პატარა ასაკის ვიყავი როცა ძალიან მეცინება ამ ყველაფერზე ძალიან დიდი ხნის წინ ბასტიბუს ბავშვებს წერდი სტუდიაში. მე ამ დეტონაციებს ვასწორებდი. პატარა ვიყავი, ხვდები, ეს შეიპინგს გიკეთებს, ხვდები რაღაცა შენი ცოდნის ტექნიკურ საშუალებებს წლებია, ეს წლების წინ ხდება მოქმედება, ხო? ეგეც არ ვიცოდი. მე? კაინდა. ძალიან კაია. და მე რომ ვითარდები უკვე გადადიხარ, რატო ყვები ანუ ამ ყველაფერს? ყველა ეტაპს თავის რაღაცნაირი ძალიან დიდი რეალური ძალა აქვს შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არც მაინც როგორ გადამყავს ნიკოლოზს და მუსიკას ვსაუბრობ, მაგრამ არც ის მომავალი არსებობს და არც შენი წარსული არ არსებობს, არის რაღაცა ეხლა ამ წამს რომ ელაპარაკები, ეხა იბადება ის შენი მომავალი წარსულიც და ამავდროულად რაღაცა ახალი მეცნიერება ამბობს, რომ შენი რეალობა უკვე მომხდარი რეალობების კი ასოციაცია მომავლიდან უკან და ესე ტრიალებს. ხდები, ძალიან საინტერესო კონცეფტია და მე როგორც რაღაცა მიყვარს ამ ჩასვლა ბოლომდე. დავიწყე რაღაც ელექტრონული მუსიკის მიმიზიდა, ხდები, ამ მონოტონურმა 4-4 ბიტმა ჩამithრია ის ტექნო იქნება თუ ინდუსტრიული ტექნო იქნება. ანუ რას შვება შენი ტვინი, იმიტომ რომ შენ რაც უფრო ბუსტავ შენ ნეირონებს ერთი და იგივეთ. ეგ შლის ხდები და აბსორბს იწოვს რაღაცებს და მოქმედებს შენს ცნობიერზე როგორ უნდა გაანალიზო რა არის დადებითი და კარგი ემოცია და მე მივხვდი რომ გავაკეთე რაღაცა რომ მესიამოვნა მე თვითონ მე როგორც ისე ძალიან არ ვარ ის ტიპი რომ რაღაცას ვაკეთებ და ძალიან მომწონს ეგრევე ხდები ამ ბოლოს უფრო მივხვდი იმიტომ რომ ტექნიკურად ვიცი რა როგორ ხდება რაღაცა ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ როგორც ვაკეთებ და მომწონს მომწონს, that's it. ვისაც არ მომწონს. ეგეც სტანდარტია, კი ბატონო. ხო? და უცებ ხდება რომ რაღაცა ბუკინგი მაქვს, lot radio არის ყველაზე ალბათ on the globe-ზე ყველაზე და horror radio ხო არის გერმანიაში, იმაზე უფრო მაღალი ხარისხის. ბიჭო, ხდები რომ უნდა დავუკრა, მაგრამ ეს CDJ ცხოვრებაში არ მაქვს ნანა. და კონტაქტზე როგორ გამოვიდნენ, აი შენთან როგორ? პირველი ალბომი გამოვეცი სხვათაშორის ინდუეთში, ქვია A17 და ვარ ჩემი აპარტმენტის, ანუ სახლის ნომერი A17.
და იქიდან მოხდა რომ რაღაცა ძალიან კაი გამოხმაურება, ხო იცი რაღაც არტისტმა დაუკრეს რაღაცა და ხვდები რომ ვა ანუ რაღაცა შეგიძლია ხვდები, იმიტომ რომ ფიდბექები მე არ ფიქრობ რომ რაღაცა შენ უნდა გქონდეს ვალიდაცია სხვისგან რომ შენ რაღაცა, მაგრამ ჩვენ ხო კომუნიკაბელური ტიპები ვართ, რაღაცა სოციალური ცხოველები ვართ და გჭირდება ის რაღაცა რომ შენ რო იტყვი ვიღაცას, რომ გეტყვის ვიღაცა ნიკოლოს დღეს დაკარგად დაუკარი, შენ ისი რომ მაგარი ხარ, მაგრამ ქსიამოვნებს რა არის რაღაცა, აი ეს შეგრძნება და ეს ხვალია, ხო მეცი ეს დოპამინია, და ვიხდი რა დამბუქეს და არ ვიცი რა უნდა დავუკრა. გავხსენი YouTube-ი. ხო. ვისწავლე. რა არის ის სინკარი, აი ეს რა არის, იქიურა არის, რაღაცები რა არის. ყველაფერი დავამუღამე და მივედი მახსოვს და ჩემ დედაშვილს ხოთაშორის და გული მაქვს აი არ ვიცი 180 პულსი ხდები თან ეს კამერა რაღაც თან როგორი თემა იცი მარტო რადიო კი არა რადიო კიოსკში რაღაც პატარა რაღაც გასწე იქ არის დიდი ბარი და სავსეა და ეს მანჰეტენი ჩანს და ბიჭო ვიფიქრე ოკეი ხო fake it until make it და შეინარჩუნე არ ვიცი ზოგჯერ ხდება რაღაცები როცა უბრალოდ აკეთებ რა ხდები აი ეს ჩაუჯექი რო გითხარ დიდი ხანი ბეჯექი ამ YouTube-ს არა, მაგრამ ბუნებრივად მოვიდა, ეხლა თუ მუსიკა იცი და რითმი შეგრძნება, თუ გაკ რო იცი რომ აი ეს 128 ბიტზე უკრავს ეს დაამთხვი ეს აფეთქებული. თუ ვერ ამთხვევ და წარსახში. კი ბატონო. ეგრე მოხდა რა. მე რა თქმა უნდა ვითარდება ეგ მომენტი რაღაც, მაგრამ აი ეს დეტალები თავდაჯერებულობას გმატებს. ალბათ პირველი სემპლი დეკიდან დექზე რო დასინკა და ჩაირთო და სწორად ჩაირთო მან ალბათ всё ეგ არის. თან ეჭვი რო გეპარება არის სწორად? აუ ხემდე ჩემთვის რა აი რაღაცა მორზეს ანბანი არის ეგ აი მაინც მიუხედავად იმისა რომ რაღაც ეგ მუსიკა გავაკეთე და აი როგორც კი იმაზე ვფიქრობ რომ აი ეს რაღაცა იქ იმას უნდა დავაერთო მე და გადმოვაერთო აი всё აი ყველანაირის მეკარგება რა ქვია და მე იმას ვფიქრობ რა ნუ იქ ხო ეს 180 ბიპი გულით ხო შევიდა დადგა და აი პირველი ყოველთვის არის პირველი რა აი პირველი სიმღერა პირველი რაღაც ხმის რეჟისორი თუ ხარ პირველი სიმღერა თუ კარგად წავიდა ეხლა დაწყება საუბარი ხო დავიწყე და სანამ დავიწყე გავეჯერე როგორც კი დაიწყო და პირველი ალბათ რომ გადართო და გადავიდა კარგად მე ალბათ ვიციო თქვა და მე რეაქცია ვიცი იყო ხო წინ ხალხის ცეკვავს და რაღაც გიჩვენებს რაღაცა და ხვდები რა ცოტა მაღლდები იგი არა მაღალი 1.75 ვარ 16 არა ცოტა გავმაღლდი და მეთქი ხო ნუ რა რეალურად მაინც იმისთვის ვქნით რაც არ უნდა აქედან მიუდგეთ თუ იქიდან რასაც ვქნით იმიტომ ვქნით რომ მაინც სადღაც რა აი ეს გინდა რა აი გინდა მაგრამ ხო ვიცი ახლა რასაც მე კაი თქვენ მე ვიტყვი მაშინ ერთი ვარიანტია შეიძლება ტაში არ გინდოდეს მაგრამ გადმოცემ როგორ რაღაც იცი შენ ეძებ შენნაირი ემოციის ადამიანებს ხო ანუ მაგაში ახლა მაგას გულისხმობ პირდაპირ აპლოდისმენტს და ტაშს კი არ გულისხმობ ხო ხო არა დადებ ანუ შენ ემოციას დადებ და გაინტერესებს ვინი ლინკება შენ ემოციასთან რომ იქნებ რაღაც ახლობელი სული ნახო მათში და აი სენსორებიო ტვინი სენსორი და იმოქმედოს ამ მუსიკამ რაღაცნაირად ადამიანზე ეს რაღაც ლუდი აქვს როგორ არის იცი როცა შენ მაგალითად რაღაც გაჭირვება გაქვს გამოვლილი და რაღაც შენ არასდროს არ იცი მეორე ადამიანს რა აქვს გამოვლილი ანუ შენ თუ მუსიკაში გადმოიტანე ეგ ყველაფერი იმაზე შეიძლება იმდენად კარგად იმოქმედოს და იმდენად გაუმარტივოს ცხოვრება მარტო იმიტომ რომ შენი ტრეკი მოისმინო რომ მოეშვას რომ აი მანაც იცოდეს რომ იმასაც გამოვლილი აქვს და თურმე შესაძლებელია რომ ისე გავიარო მე რომ არ დავინგრებ ფსიქოლოგიურად და ყველაფერი გავლადი და გადალახვადი არის თუნდაც მუსიკის მედიუმით რა კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შეგრძნებები სენსორები და ეს მოდის ბავშვობიდან, ხო? აი მაგალითად დღემდე, როცა ვსვავ რაღაც ბერგამოტის ჩაის, მახსენდება ჩემთან გურიაში, ჩოხატაურში, გურული ჩაის გემო, ბებია ჩემი რომ იცი როგორ შეგრძნება მემართება? ანუ რატო ვაკეთებ ამ პარალელს? ის ვიღაც ტიპი რომ უსმენს იმ შენ მუსიკას, რომელიც გამიზნულად გაქვს შენთვის შექმნილი, იმიტომ რომ შენ უნდა გაგზარდოს პირველ რიგში და ხვდება ვიღაცას იმ ნეირონზე. მე აწვდის რაღაცა ეს იმპულსებს რომ აი ემოცია გაგახსენოს და თუ მე შენ გახსენებ
იმ ემოციასაც ჯერ არ იცი რომ არსებობს შენში. უკვე გიყვარდება არტისტი რომ სარიცნობდე, ან გახსენებს იმ ემოციას, რაც იცოდი და აღარ გახსოვს. და აი ეგ მომენტი მანდ მიმყავს, ხო, ეხლა რამდენი ალბომი გამომიცია და ყოველთვის ფიქრობ, რომ მუსიკის ერთადერთი, აი ვაგნერის ტრიციდან და იზოლდას პრელუდიას რო ისმენ არის, ხვდები? ყველა ვერ მოისმენს. მოისმენს ის ადამიანი, ვისაც აქვს რაღაცა ეს ემოციური მწამსი იქ, რომ ეხლა ვაგნერი ჰიტლერს უყვარდა, ჰიტლერს შეწვალი კარტოფილს უყვარდა და ავჭამო, თუ რა ხდება? ძაღლები კიდე. ხო, ძაღლები. ანუ რა ვიხდი, ანუ მაგ ემოციას, მუსიკა არის ემოცია. ნუ ეს კინო რა თემაა კიდე იქ მუსიკასთან ერთადაა კინო, სხვადასხვა ხელოვნება რა არის, ხო? მუსიკა არის ემოცია, არ გაწვდი კარგი ემოციას, შენ რაღაცა სწავლობ, ალბათ არ მუსიკას რომ ვუსმენ, სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ხდები ძალიან თავდაჯერებული და მგონია რომ იმ წუთას აი ეს ჩემთვის არის რა გაკეთებული რომ მე ეს და ხშირად აი როდესაც კომპლიმენტია ეგ რავი აი ჯერ ესეთი ამ ბოლო პერიოდში ბოლო წლებია მე მგონი იმდენი დოზით ვიყავი მუსიკაში საქმიდან გამომდინარე ყველა აი რაღაც ამ პროდიუსინგით იმით ამით რომ საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვუსმენდი რა რაღაცა პერიოდი მქონდა რომ არანაირი მუსიკის გაგონება აღარ მიწოდა აი არც ვაგნერი და არც ტომიორკი თუ რა მით უმეტეს არ ვაგნერი ხო ანუ აღარ მინდოდა და მე რაღაცა ამ მან ტვინის გადარესტარტებამ შესვენებამ დასვენებამ რაღაცა სიახლეების და აი რაღაცა ძველის რადიკალურმა დამთავრებამ და მე რაღაცა რადიკალურმა სიახლემ გადატვირთა ტვინი და მე დავიწყე რაღაცა საერთოდ სხვა მუსიკის მოსმენა სხვა რაღაცის ჩაძიება და ერთ-ერთი პლეილისტში თუ რამე შეხვდება, სულ აი ლეოს მუსიკა არის. ძალიან მაგარია. ხო, იმიტომ არა ძალიან მაგარია შენ რომ მეგობარია, ანუ მართლა რა, აი ძალიან ისეთი ვაიბია ხოლმე, რომ აი იმ გონია, რომ იმ წუთას აი მე თებს გადავდგავ. თებს გადავდგავ იმ წუთას, აი რაღაცა და განსაკუთრებით მახსოვს ბერლინში მქონდა ხოლმე რაღაცა იმის დროს, სეირნობის დროს რაღაცა ჩართული და ხოშე ბერლინის შენთვის მე მგონი ძალიან საინტერესო ეს არის. კიდე აი ამ მოგზაურობიდან მოგზაურობაში ყოველთვის დავიხედავ ბერლინშია. რა არის ეს ბერლინი შენთვის? იქ რა ხდება? აი ინდოეთში იყავი 6 თვე, ხო? კი, და მოწყვეტილი ხარ საერთოდ. ხო, აი ინდოეთზეც ვისაუბრეთ. იქ რა მოხდა? რა იპოვე შენში ახალი? ალბათ ბერლინს აქვს ის სიმძაფრე ემოციური და ენერგეტიკული რაც რაღაცნაირად ამ ჩვენ საბჭოთა კავშირის ტიპებს 1987 წელს დავიწყეთ. მაინც არის შენში, ხო იცი, რაც უნდა წახვიდე, მაინც ჩება შენში აი ეს კოდი რაც ახლოს არის რა. აი ახლოს არის პირველ რიგში რაც არის ახლოს ურთიერთობების ღირებულება დროის ფაქტორით. მე შენ რო გეუბნები რომ ვიქნები 6 საათზე. უნდა ვიყო 6 საათზე ან 2 წუთი დატრე, იმიტომ რომ მე ვაფასებ ჩემ დროს და მე თუ ჩემ დროს ვაფასებ, შენი დროს უნდა დავაფასო და ეგ არის გერმანია ჩემთვის. აბსოლუტურად აი ესე პერფექციონისტული. თან და თან ის ზედმეტად გასალაშინებული, ხდები? და აი ეგ მომწონს, მე მჭირდება ზოგჯერ, აი ინდოეთში დავიკარგე. იმ გაგებით დავიკარგე, რომ აბსოლუტურად წესრიგი და ქაოსი. რაღაცა ის მარტო შორტი გაცვია, მაიკა არა, ეს ჩემი მოტოციკლეტის გადავფრინდი სადღაც ვარა. მოპედით და აბსოლუტურად იქ ხარ, ხდები? იმას სხვა ენერგეტიკა აქვს, ხო, რაღაცა მონქები და რაღაცა ის მაინც სულიერება და რაღაც ბერლინს სხვა არის, ბერლინი ფილოსოფიური ქალაქია და გერმანია ზოგადად ხო აქვს ეს რაღაცა ბნელი ფილოსოფიური ასპექტი რომელიც ან არის შენში ან არა. თან ეს ამინდი მოქმედებს სულ დარკ. მე არის სულ სიბნელია ხდები რომ გამოვა რაღაცა 13 გრადუსზე იხდის ხალხი. ნუ ეგრე ვიყავი 10 გრადუსი რო იყო ამ ცხელა. ხო აი მაგას მიკეთებს ბერლინი მაბრუნებს იმ ჩემს ბნელ ემოციებში და სხვათა შორის რამდენი ბრუნდები იმდენი ჩემი შედა შენი დიალოგები ხდება WhatsApp-ის მეშვეობით,
ჩვენი დიალოგები რომ ნაყლანო. ანუ შეძდაგიჭერენ, მეც და ტრიფონიასაც დაიჭერენ. მოგეთ აი მაგას მიკეთებს შენი გერმანია და ბერლინი რა. თუმცა ვერ წესრიგში გაყენებს. წესრიგში გაყენებს, იქედა გაუნერო ჯერ დიფუზიას გიკეთებს, გრევს რაღაცა და მე აანალიზებ, რომ ოკეი, აირიე და წარმავალია რა. ეს ყველაფერი ემოციები ხო ვითარდება, გადაგდეს. ეხლა როგორც ნეიროფსიქოლოგია ამბობს, შენ თუ ვიღაცაზე ხარ გაბრაზებული და 7-დან 9 წუთის მერე ეს გაბრაზება გრძელდება, ავათხარ რა, მენტალურად და you need fucking therapist. რამდენი ადამიანია? მე მყავს ადამიანები დაბლოკირებული, ყავარ 8 წელია. ვაიმე, ადამიანო 8 წლის მანძილზე, ან ფილმი არ ნახე, ან მუსიკა არ ნახე, რომ ადამიანზე რა წიგნი არ წაიკითხე, მაგას ესეთ მეტი ალაპარაკი ხოლმე. რაღაც აპატიო მიხვდი? მე ძალიან მიმტევებელი ტიპი ვარ. ძალიან და შემიძლია ადამიანს ესეთ რაღაცები ვაპატიო, ოღონდ ანიშნავს, რომ ისევ იგივე ხარ ჩემთვის. ასე ოს რაღაცა ხო, მაგრამ უკვე ველოდები შენგან, თქვათ იგივე წყენას, სიტყვაზე. იმიტომ ველოდები, რომ მე შევერ გაგაკონტროლებ. მე ერთადერთი რისი კონტროლი შევილი არის საკუთარი თავი. და რაც უფრო მეც გადალახავ, შენ უკვე მზაობა გაქვს იმის, რომ შენ ცუც გამიკეთებ, შენზეა, ჩემზე არ არის. ხო, და მოსალოდნელი იყო. შენზეა, ჩემზე არა. ჩემზე არა, აბსოლუტურად არა. ხო, ეგ არის, რომ აი მე არაფერი არ მაკლდება იმითი, რომ შენ ცუდი ტიპი ხარ, და არც არაფერი არ მემატება იმითი, რომ შენ კაი ტიპი ხარ. მე ჩემ თავს მივხედავ. ხო. ნამდვილად. აი ეგ არის ჩემთვის. მუსიკალურ ურთიერთობებში, ანუ სხვა არტისტებთან, რა სხვაობა არის, თქვათ, ეხლა ლოკალურ ადგილებში რა, თქვათ, ამერიკაში, გერმანიაში ეს ლოკალური ტიპები, ვისთანაც ურთიერთობა გააქვს. ერთმანეთში რამდენად კვეთა აქვს სიტყვაზე, ანუ სოფო ახსენებს ხოლმე მუსიკალური ინდუსტრიის სექტებად დაყოფის პრობლემას რა. სულ მაქოლმე შეგრძნება და მგონია რომ ბაბლია რაღაც. აი მაგალითად ელექტრონული მუსიკოსების ბაბლი. რომელიც შეიძლება ძალიან სუბიექტური შეხედულება ჩემი და საერთოდაც არ არის ესე, მაგრამ აი რაღაცას ბაბლია რა, რომ იქ შენ ვერ მოხვდები. ანუ შენ თუ იმ community-ში არ ხარ, იქ შენ ვერ მოხვდები. რაღაცა პლატფორმებია მაგალითად კიდე, რომლებიც აი ძალიან დახურელი, ძალიან ჩაკეტილი, ისეთი ცოტა სნობურიც რა, რომ აი შენ თუ ამას არ უსმენ, ან შენ თუ ეს არ იცი, არ ხარ რა იქ რა, ვერ მიგიღებენ და ესეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე აქ და არ ვიცი იქ რა ხდება. აი ძალიან მაინტერესებს. არის თუ არა მსგავსი და საერთოდ არის აქ ესე? აი შენიგან გონი ყველგან არის. ჩემს ადამიანია ყველგან. გინ მოზამბიკიდან იყო, გინ განადან, გინ სამტრედიიდან და გინ ნიუ-იორკიდან. ყველა ადამიანს აქ ერთი ცნობიერის ნაწილი ვარ და სხვადასხვა გზით უნდა გაიცნოს ამ ცნობიერებმა მისი თავი. რაც შეეხება underground კულტურას, რაც ძალიან დიდი ხანი აღარ არის underground-ი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს underground კულტურა ასე მსახურება, ხო? დეტროიტში დაიწყეს, იმიტომ რომ შიოდა იმ ხალხს და ავიწროვებდნენ და abuse-ი ქონდათ რაღაცა და აი ეს ჩადიოდნენ ამ underground, ხო, მისის ქვეშეთში და იქ გამოხატავდნენ თავისუფალ ნებას. ხო? და ეს underground-ი უკვე რო იძებს იმ ფუნქციას, ცოტა mainstream-ი ხდება. ხო და ეს ბალენსიაგა მაჩვია და ხო, ეს mainstream-ი რატო ტეხავს? mainstream-ი კი არ ტეხავს. აბა. ტეხავს კოლექტიური აზროვნება. საიბორგები ხო არ ვარ, ჩვენ უნდა ვიყოთ ინდივიდუა. კი, მესმის რომ კვანტურად რაღაცა ერთი ცნობიერის ნაწილი ვარ და ვიყოფით, მაგრამ შენ ინდივიდი ხარ. სოფო არის ინდივიდი, ნიკოლოზი არის ინდივიდი, მე ვარ ინდივიდი და ძალიან ბევრი ინდივიდია. მაგრამ როცა ხდება, რომ შეხვდები იმ ბაბლში, სადაც ხარისხის, ემოციური ხარისხის სიხშირე არის დაბლა. მე მაგათად აღარ მაქვს ერთი მეგობარი არ მყავს. ბევრს ვიცნობ, მაგრამ ახლო მეგობრები არ მყავს ამ underground სივრცეში. იქნა გაუნია რომ მე რა გზაც ავირჩიე ჩემი ცნობიერის გასავითარებას, რომ ამ ვიღაცამ რაც ჩემი თვალებიდან იყურება, გაიცნოს რეალობა როგორია, არ ვერ სუნთქავს ამ ტიპებთან რა. ანუ აბსოლუტურად აცდენილია ამ ტიპების ბოდიში და რაღაც ამ ლამაზ დაბძანდიში შეუძლე ვიღაცას იმისთვის რომ გიგი მქონდეს ამ და იმ კლუბებში. Go fuck yourself man. არ მინდა. ჯერტი არას არ დომია რომ ყოფილიყავი DJ თუ რაღაც ხდები. მე დავიწყე პროდიუსინგი და მე რომ დამბუქეს, why not? გააკეთე ფული ხო რაღაცა აიღე.
ვერ გები ამ ტიპებს. მე არ გეუბნები ყველა ეგეთია, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ასევე იმის ჯერა რომ ჩვენ ვიზიდავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ზუსტად შენ სიხშირეზე ემოციურად, მიხვდი? დღეს შენთან შენი ვარ, ხვალ მასთან შენთან მას ლანძღავებ და მე ვხედავ რომ ერთად რაღაცა ყოფეს წრუპავ, ხომა. შეიძლება ვიღაცისთვის მარტივია, იმიტომ ნორმა, ჩვენ ხო ვართ, რა ეგრე ნორმათ აქვს, აი მოძალადე მამაკაცი მაგალითად. და როგორ მცემა დალურჯებული ხარ და მეორე დღეს მოგიტანა რაღაცა ჟადორის უნამო და როგორ უყვარ ვარ და ეს არის ნორმა ქცეული დაგანგრიო და მე რაღაცათი ისეთ ცოტა გაგიკეთო რომ ამით ისევ ემოციურად ჩამოგანგრიო და ეგ არის ეს სფერო ზოგადად რა დაწყებული ყველა კლუბიდან მე არ ფიქრობ რაღაცა ეს კლუბინგი ძალიან დიდი ხანია თქონდა ვაკეთებდი ამ ყველაფერს ვერთობედი კიდეც რაღაცა ხო გამოცი ბოლოს და ბოლოს ამაზონებში წავედი იმისთვის რომ აივასკა ტრიტმენტი მიმეღო და ანუ აი ზედა ხარისხის ცნობიერი გამეცნო რა არის ხო? რატომ ამბობ ყველაფერს? ეს ტიპები არ აძლევენ იმ ყველაფერს რომ მე იმ გზაზე რასაც ვდგავარ მივყვე რა შემავსოს მაძლევს ცოტა ადამიანი ამიტომ გავერიდე ხდები მყავს არტისტები ვინც ლეიბლები ვინც მენდობა იმიტომ რომ ვიცნობენ გავაკეთებ მუსიკას ვუგზავნი ბარელიზე, თუმცა ის შეხება, მქონია დინერები, ბარები ერთად რაღაცა, მაგრამ გავიგე რომ კომუნიკაბელური ვარ და შემიძლია, მაგრამ ამ კომუნიკაბელურის უკან დგას ტიპი, რომელიც რაღაცა X-ray-ის ხოდი მაქვს, რა. გარენტგენებს სწორი ვარ, არ ვიცი სწორი, ხა ეხოც არა, ზოგჯერ ბიჭი გაყოლება, ზოგჯერ გოგო. გონია რომ ბიჭი ყავს და რაღაცა, ცოტა ნინო აღმოჩნდება რომ ყავს. ზოგადად ლაპარაკობ. ანუ ვერ მავსებს რა და გავერიდე. განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ძიმე სიტუაციაა რა. ერთი პერსონალური ხარისხი არ გვაქვს არტისტებს რა საქართველოში. ხო, რაღაცნაირად ყველა ერთმანეთს ბაძავს ინკუბატორის წიწილები. აი ფაბრიკაში შეხედე ყველა ერთმანეთს გავს. გაიარე ყველა ჩაცმული ქულად დაილოცოს დემნა და ეს გურამი, მოგეთ ყველა აწყობილია, გინდა არ გინდა second hand-ებში ყველა ბალენსიაგა და super cool და გევიგეთ. შიგნით ხარ ბალენსიაგას ხარისხი ეს ადამიანი? ამიტომ ვერ მაქვს აი ეს რა თქვათ ასე ბაბლებში. როგორ წესი, იმიტომ არ მიშვებენ და არა, მიშვებენ, მაგრამ ისე ხეთქავ ხოლმე რაღაცები, ბაბში აღარ არის ბაბლი. გასდა და всё, ხდები? ამიტომ არ მინდა სურვილი არ მაქვს, რომ თუმცა რა თქმა უნდა თბილისში დამიკრავს ან დიდ კლუბებში ეს შემდეგ. არა ჩემ შეიძლება ეგ ყველაფერი და მე არ ვფიქრობ რომ მარტო ელექტრონული, მე არ ვფიქრობ ზოგადად ელექტრონულ მუსიკას ვაკეთებ. რაღაცა დავიწყე ელექტრონული მუსიკა, რაღაცა პოსტ-პანკი, ინდუსტრიული, რაღაცა ელექტრო, რაღაცა. მე ვაკეთებ ისაც ჩემს სულ სიამოვნებს რა. აი ჩემი და შენი კომპოზიცია, ვოიდი რაც შევქმნით, ხო? რა არის რა ჟანრი? არ ვიცი, აი რა ჟანრია. თუმცა რობუსმენ გულს მიჩქარებს, ხდები? რაღაცა მემართება. აი ეგ უნდა დამემართოს მუსიკაზე, ისე არ შემიძლია. ეხა იცი რა მეინტერესებს, აი სანამ აქ მოვიდოდი რაღაც პოდკასტს უსმენდი AI-ზე და ტექნოლოგიურ გაფრენებზე, რომელიც გველოდება წინ. შენი აზრით ცოტა ხანში ჩემი აზრით სადღაც 1 წელი რა, 2 წელი დარჩა იქამდე რომ ადამიანის ფუნქციები სრულად თუ არა ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებლებით საერთოდ ჩანაცვლდეს. ეხლა მაგალითად, რა ვიცი, პროგრამა არის AI, რომელიც 3 წამნახევარში ისეთ მუსიკას აგიწყობს და ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ ნავი აი სიზმარშიც რო არ მოგელანდება და ისე ვითარდება რა ეს ტექნოლოგიურად ყველაფერი და სად გადის ზღვარი აი ადამიანის შემოქმედებასა და აი ხელოვნურ artificial intelligent ტექნოლოგიას აი სად ჩვენი ფუნქცია ცოტა ხანში რა იქნება იმიტომ რომ მე იმას კი არ ვამბობ რომ არ უნდა ვინტეგრირდეთ თქვათ და ჩემი აზრით ძალიან კაი საქმეს აკეთებს რაღაც ChatGPT ისე მეხმარება რაღაცეებში რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ არის ChatGPT და
მაგრამ აი ზღვარი სად არის? მე რამდენი ხანი გავქაჩავთ ჩვენ იმას, რომ საერთოდ ეს ფუნქცია გქონდეს, რომ რა მუსიკა ვაკეთოთ. კონკრეტულად ეხლა ჩვენ რადგან მუსიკალური პოდკასტი და პლატფორმა ამ ფარგლებში რო ვისაუბროთ. სადამდე? როდის ანუ როგორ უნდა გავაკონტროლოთ ის, რომ მე და შენ და ნიკა, რა ვიცი, საჭირო ვიყოთ. გონი ადამიანი ყოველთვის საჭირო იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ AI ჩაანაცვლებს ადამიანს ბევრ სფეროში. AI-მ შეიძლება გააკეთოს მათემატიკური სიზუსტით რაღაცა საოცარი სირთულის ოპერაცია შეუძლია გააკეთოს. მაგრამ AI-ს არ გააჩნია ის, რითაც შენ ოპერირებ ამ სამყაროში, ხო? ის კვალია, რასაც მეცნიერება შეეძახიან. და რა გარანტია გვაქვს, რომ ეგ არ ექნება? ის გარანტია გვაქვს, რომ შენ რო ვარდის სულს გზნობ ან შოკოლადს როცა ჭამ, აი ეს შეგრძნება კვალია, რაც შენ იცი რა არის. ეგ მოდის ცნობიერიდან, იმ ერთი კვანტური ბიტიდან, რომლის კოპირება შეუძლებელია. თუმცა ამ ერთ კვანტურ შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში იმ მათემატიკაზე, რაზეც ვარ დღეს, ის ასე ცნობიერი შექმნა, ან მათემატიკის უფლება და რაღაცა ძალა სრულდება იქ, სადაც კვანტურ ფიზიკაში მაგალითად ქვია collapse of the wave function და ეს wave function-ი ფსიქოლოგიურად არის თავისუფალი ნება. მე ხარ რო ავდგები, მე წყალს დავლევ, თუ სხვა რაღაც ქმედებას გავაკეთებ, ამას მათემატიკა ვერ დაწერს, მათემატიკამ შეიძლება დაწეროს ბევრი შესაძლებლობა რა მე რა შეიძლება გავაკეთო. ამიტომ აქედან გამომდინარე AI ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ცნობიერს, რომ შენ შექმნა ისეთი ღირებული ნაწარმოები, როგორც მაგალითად რა ვიცი, ჩვენ ვიყავ დებიუსი, ხო? ვერა, გამორიცხულია. თუმცა მათემატიკურად შექმნი რა. მე არ მაქვს ეგ განცდა, რომ დებიუსის დონის ემოციურ მუსიკას ვერ შექმნის. ხელოვნური ინტელექტი ცოტა ხანში. ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი ხო იმაზე არის დაფუძნებული, რომ სწავლობს აქამდე რაც კი ყოფილა ყველაფერს და ადამიანი ეუბნება, რომ აი ეს არის მოსაწყენი სიმღერა. ეს არის მხიარული, ანუ ჯერჯერობით ჩვენ ვასწავლით, რომ რა არის. რა ინფორმაციას მაგრამ მე რას უსმენდი, იცი რომ ცოტა ხანში თავის თვითონას სწავლის. AGI თუ იქნება და artificial general intelligence რომელიც ნუ კაი, მაგრამ ეგეთ ჯერჯერობით არ ვიცით რა დონეზე განავითარებს თავის თავს ან გრძნობების ნაწილი და მე არ მგონია რომ AI ადამიანის ჩარევის გარეშე უცბად გადაწყვიტოს რომ ალბომები გამოსცემს. ვერანაირად გამოსცემს. ხო, მაგრამ თვითონ თავისი ინიციატივით? მოგ საიდან გამოსცემს იმ ინფორმაციით, რაც შენ მიწოდებული გაქვს ამ Google-დან და თელი ადამიანზე არის დამოკიდებული. ყველაფერი, აი მაგათ მაგარი მეცნიერია იტალიელი ფედერიკო ფაღინი. კვანტური ფიზიკა, პირველი მიკროპროცესორი, რაც ვინც გამოიქო რა. და თელი ცხოვრება ამ ტიპმა მიუძღვნა უკეთ ამ კვანტურ ფიზიკას, მათემატიკას და უცებ რაღაც ასაკში 80 წლამდეა აანალიზებს ტიპი რომ ზოგადად ხო ეს მეცნიერება გაყოფილია ზოგადად რომ გეთქვა შენ რაც ცნობიერს რა არის მეცნიერება არის ასპექტი რომელიც მხოლოდ მაშინ ამტკიცებს რაღაცას დასჯერა როცა შე მათემატიკურად ამბობ რომ 2 4-ია ცნობიერს ვერ წე რა არის ხდები და ეს ფედერიკო ფაღინი ამბობს რომ აი ეს ტიპები ვინც ამბობენ რომ აი ეს AI მოვა და ჩაგვანაცვლებს და ჩვენ გადავშენდებით გამორიცხულია ხდები შენ თუ გინდა რომ ჯერ ასურვილი გაქვს როგორც ადამიანს რატო გაქვს სურვილი რომ AI მოვიდეს და ჩაგანაცვლოს ანუ მე ვერ ხვდები რას იღებ ემოციურად ადამიანი იმ შეგრძნებიდან რომ შენზე სუპერიორი მოვიდეს და გაგანულებს და რატო უნდა გავნულდე? იმიტომ რომ არა სურვილი ანუ რასიცი ჩემში მაგალითად რომ რაღაც აი ხელოვნურად შექმნილი კაპიტალისტური წყობები რაც გვაქვს რა მოგონილი აი მაგას გაანულებს და შენ ნატურის წინამდვილეში რაც ხარ და რისთვისაც მოხვედია მაგას დააბრუნებს ხო რა აი პირველ ყოფილი ადამიანი რას აკეთებდა რა ნადირობდა თავ ერთმანეთთან კომუნიკაციობდნენ გადარჩენისთვის და ესე ცხოვრობდნენ და იქიდან ხო განვითარდით ახლა შეიძლება არ განვითარდით ხო პლატონს აქვს მაგალითად ნაწარმოები ქვია გამოქვაბულის ალეგორია ვიღაც ტიპი ამ გამოქვაბულიდან გაიქცევა ერთი და მე ბრუნდება დიდი ხნის მერე როცა მზე არ ტყავს ამ ტიპს და ამ გამოქვაბულში აირეკლება ამ ტიპის და გაგი დახოსავს ეს ხალხი ერთმანეთს იგრით ხდები ან არ ეკლია არაფერი არ არის ხდები
მანდო არ თქონი ჯერ კიდე ემოციურად. ერიკა ბადუს აქ რაღაც მეცნიერებაზე ბაზრობდა და საუბრობს, რომ 85% homo sapiens-ის არის მიმდევარი. მოყვება რა სხვარია. 10%-ია ვინც ქმნის რაღაცა, მუსიკოსი, რეჟისორი, პოლიტიკოსი. 5%-ია ყველაზე თან რთული, თან ძლიერი და თან უსუსური გაკვირდება, რომ რა ხდება საცხოვრობ და აღარ მინდა აღარაფერი, ხდები? ანუ აღარაფერი აღარ მინდა რო უყურებ ამ სისაჯაკლებს. ეს მე ვყავს ან ახლო მეგობარი ვახო ჩიხლაძე, ყოველთვის ამბობს, რომ ნიუ-იორკში ჩვენ რასაც ვიზიტავთ რეალობაში, ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერი არის ჩვენი ცნობიერიდან. ჩვენი ცნობიერი რას ნიშნავს? ჩვენი ცნობიერი ნიშნავს ჩემს ცნობიერი შენი ნიკოლოზის, მე ჯაჭურად ერგება, ვინ იყო სტალინი, ხო? სტალინი იყო ამ დედამიწის იმდროინდელი ჟირ ვარამის გამოძახილი, ამავდროულად მისი ჰიტლერის. რომ მოიტანა, რომ ეს ბალანსირება გაეკეთებიან ყველაფერს, კაი იყო? არც კარგი იყო და არც ცუდი არ იყო რა. თუ მეცნიერად ვისაუბრეთ, მაგრამ ემოციურად ცუდი იყო, ხო, ამოხოცა ყველა, ხო? თუმცა ძალიან განათლებული ტიპი იყო, ხეპრე, ჯაგა, ვოგანო, უშნო. მაგრამ ატრიალებდა ყველაფერს, მაგრამ ეგ ხდება ჩვენგან. მე დარწმუნებული ვარ, ადამიანი თუ მივა იმ კონდიციამდე, რომ ყველა ადამიანს კონდეს იმის საშუალება. შენ საიდან იწყება ყველაფერი? შენ გიყვარს ზიგოტა, ხო? აი ზიგოტა. აი მე ამ ზიგოტიდან რო ვითარდებოდა ეს პრეფრონტალურ კორტექსი, რო ვითარდებოდა აი შენ ტვინის შედგება რუხი ნივთიერება, თეთრი ნივთიერება და თუ შენ გცემენ ფელზივე ქალს, როცა შენ შვილზე ხარ ფელზივე ის ხო გაიგე ადოში შუბლი ხო არ გაქონს წვნის ვიწროვდება და შენ თუ პრეფრონტალური კორტექსი არ განვითარებოდა არ შედის ის ნივთიერება ხარ უგულო, უემოციო, არაემპათიური, მკვლელი, უბედური მიხვდი? რამდენი ადამიანია იცი ეგეთი ამ სამყაროში? ჩვენ პატრიარქალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ დაგავიწყდეს, თან ორად იყოფა ეს სამყარო, ხო? აპოლონური საწყისი და დიონისური საწყისი. აპოლონური საწყისია უფრო იქეთ კათოლიკური თემა, რომ შედიხარ და მიქელანჯელოს ხედავ და დრასიო ამაზეა. ჩვენთან შედიხარ ჩვევა დიონის. ჩავისხი პირში ეს ღვინო და ანუ აი ეს თემა გვაქვს. ამას ვერ დაალაგებ. ალბათ ამ რეალობას, სადაც ეხლა ვცხოვრობთ, ამ კვანტურ ბაბლში, აქ ეს თემა, თუმცა ზარწმუნებულია, ბევრი რეალობები არსებობს. რა თქმა უნდა, უამრავი კიდე იმ AI-ს რაზეც დავიწყერო. ეხლა კორეელებმა შექმნეს არტისტი გოგო. შექმნეს კორეელებმა კი არა, AI-იმ კორეული არტისტი. გავიგე რომ დაავალა ეხლა ამ ეტაპზე დაავალა, მაგრამ ის რამდენად მოიფიქრებს, რომ მე ახლა მუსიკა მინდა ვწერო. მიმდევრები ყავს და ფოლოვერი ყავს. ჩვენ შევთანხმდეთ ეხლა. ანუ ვიდეოც AI-ია, არტისტი AI-ია, რაღაც ცხოვრებაში ვერ მიხვდები, თუ არ გითხრა ვიღაცამ, რომ AI შექმნილია რა. გონი მიხვდები, შენ მიხვდები. ნიკოლოზი მიხვდება. ვერასოდეს ვერ მიხვდები. ჯერ ერთი ეს კორეაში ისედაც ეს K-pop-ი და ის იმდენად AI-ის გავს და ისედაც ხელოვნურია და ვერაფრით ვერ მიხვდებოდი, მაგრამ ანუ მიმდევრები ყავს, მსმენელი ყავს და ლაივი აქვს. კი, და გააფორმა კონტრაქტი $25 მილიონ, რომელიღაც ლეიბლთან. ხო, და აი რა, ახლა გავიგე რომ ის ვერ დაავალებს და ის ვერ დაავალებს იმის გარეშე და ამის გარეშე, მაგრამ აზრი, ანუ ის თუ რაღაცა ხელოვნურად შექმნილი, იმითი, რა ქვია, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი არტისტი მსმენელებს იზიდავს და კონცერტს ავსებს და ბილეთს გაყიდის, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა წევა ვისაუბრეთ იმ 85%-ზე კოლექტიური აზროვნებით. აი Star Trek-ი არის ძალიან მაგარი სერიალი, აი საიბორგები, როგორ მე რასაც ვფიქრობ, იმას ვფიქრობ შენც. კოლექტიური აზროვნებით. თუ იმ AI-ის შექმნილი ვიდეო და მუსიკა რეზონირებს ამ უმეტესობასთან. ხო, აი რეზონირებს. აი მე ღმერთმა დაგლოცავს და ვაუსმინე, მაგრამ ვერ რეზონირებს შემთან რა გავაკეთო. ალბათ მე მაქვს ძალიან მენტალურად პრობლემები და არა, შენ შეიძლება უბრალოდ ჯერ იმ ჟანრის და იმ მიმართულების და იმ ემოციის უბრალოდ არ მოგისმენია და არ შეხვედრია ჯერ. AI არის მაგარი რაღაცა. ალბათ ჩაგირთონ ეხლა ვთქვათ. ჩვენ AI ეხლა ვხედავთ რაღაცა ახალ თემა, თორე ხელოვნური ინტელექტია, შენი ტელეფონი, შენი ტომოგრაფიის აპარატი, ყველაფერი არის ხელოვნური ინტელექტი, ხო, გითვლის მათემატიკურად. ეს AI არის მათემატიკური შექმნილი ტიპი რა. მე მაგას ვამბობ, რომ ეს მათემატიკური ტიპი, მათემატიკა შექმნილია ცნობიერის. ცნობიერი ვერ წერს. მათემატიკა ვერ დაგიწერს ცნობიერს იმ კიბერსპეისში რაღაცები გასაგებია, მაგრამ შენ ცნობიერი რო გააქვს, აი ჩვენ საუბრობ ხოლმე ამ თემაზე, მინდა რომ ხათქვა არის არასარგე საუბრია.
სპირალი, ხო? აი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რაღაცა ის სპირალში მოვხდით და ეს რა ხდება? აი ხარ არ ხარ? არსებობ არ არსებობ და სად არის ზღვარი რეალურს და არარეალურს შორის. მე გეუბნები რომ იყოს ესე აი მაგარი ტიპია. ზოგჯერ ისეთ რაღაცას იდეას ვეთქვი რომ მე მინდა ეს იმეილი გამიმზადო და ისე ჩამოაწერ წერტილი მძიმე პირები ზმნა ესე უნდა იყოს აი პალტები მოა. მიხდი? მაგრამ არ ვიცი არ მჭირია მგონი არ მგონი ყო მარინა აბრამოვიჩი აქ მაგას ამბობს მაგად ინტერვიუში რომ თუ ადამიანი ამბობს მე მინდა ვიყო არტისტიო. შენ არ ხარ არტისტიო. იმიტომ რომ შენ არ ფიქრობ რომ სუნთქავ. არტისტი არის, როცა შენ იცი, როგორც სუნთქავ და მას default mode-ი აქვს, შენ არ ფიქრობ, ეხლა შევიკმოს ეს ოფჯერო რაღაცა. No, შენ თუ გინდა რომ იყო არტისტი. შეგიძლია იყო არტისტი. ეგეთი უამრავი არტისტია. მაგრამ არსებობს სხვა დონის, ну არსებობს მე ისე ვეტაკი, ხო? ეხლა აღარ შევაწყობს, აღარ მივაყენებს ხო ეს კარგს ვეტყვი. ამიტომ ესე იგი ცუდი ტიპი არა, ძალიან კაი ტიპია, მაგრამ ჩვენმაც ადამიანები როგორ გავიყვანთ. ზედა კარგზე კი არ არის, უბრალოდ კითხვა მიჩნდება და ვინ თუ არა შენ და ჩვენ რომ რაღაც ეს კითხვა დავსვათ. მე ვფიქრობ იმას, რომ იცი რა, წინასწარ არაფერში დარწმუნებული არ ვარ და რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი რომ აი ესე იქნება, თუ ისე იქნება, რაც წლების განმავლობაში ვისწავლე რომ ეგ არ უნდა თქვა რომ ესე იქნება, მაგრამ შეგრძნების დონეზე სულ მგონია რომ მივალთ რა იმ პრობლემამდე. ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება რომ რაღაცა სამ წამში გააკეთებს იმას, რასაც რავი, რო შევდივარ sound library, რო გავხსნი Pro Tools და sound library-ში რო შევდივარ და საათობით რომ ხარჯავ რომ აბა ეხლა ეს ბასის პარტია სინთი იყოს თუ საბი თუ მე ესე ვქდა და რაღაცა რომ რომელიც სიამოვნებს პროცესი რა. რომელიც სიამოვნებს პროცესი და უცებ რაღაცა რომ გაეძრობა, ან ცოტა ჟარგონულად რო თქვა, რომელიც ხახ და მაგ საათებს მე რომ ინთხეული მაქვს ტვინი და დაკლული მაქვს ტვინი წამებში გააკეთებს და ისე გააკეთებს რომ გარეორს გააკეთებს ეია იმასაც გააკეთებს რომ მოვიდეს დრო ამ დრონებმა შილდი გაუკეთოს დედამიწას თავიდან მომდე შემოაკრას ანუ აი ეს დაცვა ალბათ დედამიწას თუნე ზესაც და შავხრელსაც და ენერგიას გავაკეთებ და მაგრამ იმ წვალებას რო აზრი აღარ ექნება გესმის იმ საათებს რაღაცში ხარჯავ როცა აგერ წამში შვება და რომელ საათებს რომელიც არ არსებობს აბა ეხა ანუ იგრძელი და იცხოვრე იმ წამში ხო მაგას ვამბობთ რა ეხა ესე ღაღადი ძალიან მარტივია და მე რომ მაგ კარტოფილს მოიყვან მართალია და აი ჩვენ მე რომ მაგ მენტალური ბრეიქდაუნები ისე უნდა ხოლმე და განულდება თქო ყველაფერი და დავბრუნდებით აი მიწასთან რომ უნდა იმუშაო საჭმელი რომ უნდა მოიპოვო და აი AI პრობლემები დღევანდელი შემდეგი 5 წლის გლობალური თუ არაგლობალური თუ რაც იქნება, მაინც ადამიანს გიწევს რომ იყო ეგოისტი და იფიქრო შენ მომავალზე. შენ რამდენად ფიქრობ შენ მომავალზე? გინდა მუსიკალურ კარიერაში, გინდა საწახვალ ამჯერად იცხოვრებ 1-6 თვე რომ იქიდან აიღო ემოციური ფონი. რა გელის მომავალ ახლო მომავალში, რაც დანახული გაქვს აქედან თუ ესე თავისუფლებას აძლევ და რაც მოვა იმ დღეს და წავედი აეროპორტში სულ მინდა რომ გავაკეთო ხო იცი აეროპორტში მომიდიხარ და პირველი ფრენა რა არის იქ მივდივარ და არის ხო წავედი ნახე რა საინტერესო საუბარია ესე იგი ჩემი მეუღლე ძალიან დიდი მადლობა მაგრამ მოწერცა ცხოვრობ და ისიც არ ვიცოდი რომ ესეთი რამე უნდა და ეგ ყველას უნდა რომ აეროპორტში მიდიხარ და თავში ეგეთი რაღაც რომ აეროპორტში მივიდე და პირველი მაგარი შეგეგარი გამომისია ბევრჯერ იმიტომ ძალიან მაგარი ხო მაგრამ ამ აეროპორტში ძალიან რთული იმიტომ რომ პირველი ფრენა სტამბული უეჭველი თანა უეჭველი მიდიხარ სტამბულში ხო მაგრამ ნახე წადის სტამბულში იქ მერე უკვე ვითარდება მე დიდი არჩევანია ხო მაგრამ უკვე ხო და აი როგორ ალაგებ შენ მომავალს გაწერილად თუ რასაც მოიტანს. ვერაფერს ვერ ვწერ და ვერც დავწერ. მე ერთადერთი ის დაწერა შემილია რომ არ მართლა გულახდილად ვამბობ, არ მინდა რომ ვატკინო იმ ადამიანებს ემოციურად. მიუხედავად მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გამკლავების უფლება, რომ ტკივ და დააცადო ადამიანს, ტკივ რაღაცას ვაწყენინებ. შე ბოდიში მოუხადება რომ აცადო დააცადე რომ გადახარშოს ეს ყველაფერი შეიძლება ბოდიშს აღარ იყოს საჭირო, ხო?
მე ვერ გეგმავ რა ესე მუსიკასაც ვერ გეგმავ. ზოგჯერ პირველად დასვი რაღაც პირველად დავიწყე დიალოგი, მაგარი კითხვა რომ სულ ხდება ეს მუსიკალური მონდომება, რომ ეხლა დავჯექი რაღაცას გავაკეთებ. ზოგჯერ ვჯდები სრულიად დებილი, თუ შეიძლება ვინმე იყოს ტექნიკურად თუ ემოციურად, ანუ აბსოლუტურად კი დაკეტე. დახურე გამორთე ყოველთვის. არ ხდება ყოველთვის, ხდები? ვერ გეგმავ. ემოციას ძალიან მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ბევრი რაღაცა მოქმედებს, ხო? იქ ხა თავის გაზას პრობლემებს, ვარ პოლიტიკაში ვარ წავიდეთ, ხო? ქართული პრობლემები, ეგოისტურად რო შეხედო, შენ? შინაგან ხო და რა არის, ეს ეგოისტურად რო შევხედო, წავეთხევი ამ გვაზე და ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება, ან ტაილანდში, მაგრამ ეგოიზმი არ არის მარტო მე ვარ მოსული ამ სამყაროში იმისთვის, რომ ჩემ ადამიანებთან ერთად, ვინც მიყვარს კომუნიკაციით, ურთიერთობით გავაძლიეროთ ერთმანეთი, ეს ეგო და პატარაო, იმიტომ რომ ეგო ყველას გვაქვს. ეგოს თავის ფუნქცია აქვს, ხო? შენ თუ ეგო არ გაქვს, ხარით მე და სოფამბოთმორი, რა არის გიჟი, ვინ არის გიჟი? ალბათ ყველას კაი ტიპია. არა, ფერი არ გააჩნია, თავის უფალი არის გიჟი. არც ის არის გამოკეტილი რომ ყოფეთ რაღაც არც ის. მაგრამ ვერ ვალაგებ რა, ვერ და თუმცა მინდა, ძალიან მინდა რომ რაღაცა მე არ მინდა ყოფიერი რაღაცეები, თუმცა ზოგჯერ ფიქრობ რომ ძალიან მინდა რომ მქონდეს რაღაცა ბენეაზე დისისიავნებით მექნებოდა რაღაცა მენშე რომელიც $50 მილიონი. მექნებოდა why not? ეგ არის ჩემი ეგო. მაგრამ ამბობთ სოფოს წერდი იმას რომ აი ხა დავსერჩეთ და რაღაცა მოხუცდა თავშესაფარი ვიყავი თბილისში თქო უნდა წავიდე და მოვუარო მოხუცდა. ეს მართლა უნდა. იმოდი არ გამცა პასუხი და მეორე ეხა დღეს რას ფიქრობ? მეთქი დღეს დელეაზე მივდი. კი, სუცვალებადი. სუცვალება, ამიტომ ვერ გეგმავ ნიკოლას. ამიტომ ხო, კი ბატონო. თუმცა ერთმანეთს მეხმარებით. ადამიანები. იცი რა მაინტერესებს? ეს ხა მე გიცნობ და ჩვენ მე ვიცი რა შენ ესეთი ტიპი ხარ, მაგრამ როდესაც გაქვს სიტყვაზე ხა კიდე უფრო მიწაზე რო დავეშვათ ხა რა. აი ხელშეკრულება ლეიფთან. აი მაგ დროს რა ხდება რა? აი დავკეტე და არ მოდის თავში არაფერი. მაგის ვაკეთებ. ძალიან პასუხისგებლით. თუ ვიცი რომ ერთ თვეში უნდა მივცე ან პოდკასტი ან რაღაცა აბსოლუტურად მეთიშება ყველაფერი უნდა გავაკეთო. მაგრამ თუ არაფერი არ მაქვს დედლაინი და მე ჩემით არის მე გავაკეთე ალბომი და მე უნდა მივაწოდო და ეს ალბომი შეიძლება გაიწეროს. ხა მაგალითად ეს ალბომი რავი წელიწადი ვაკეთებდი. რომ მოვჩი ბოლოს მე გადავწყვეტე რომ არავინ არ მაჩქარებს. მე ზოგადად არავინ არ მაჩქარებს ამ რეალობაში. ერთადერთი რაც მაჩქარებს არის პასუხისმგებლობები, ხო? ოჯახია, ურთიერთობებია. მე თუ შენ წერ ჩემს ტკივილს, როგორც მეგობარს და მობითხავ, თუდინა თქვამია, მაგრამ ველოდები რომ შენ რაღაცას მეტყვი, რომ ცოტა შემიმსუბუქო ეს ტკივილი, შენ რომ მომწერ, მე არ უნდა ვიყო ისეთი ვიგინდარა, რომ აი ჩემი ეგო ეხა არ მივწერ და მივწერ 5 დღეში, ხვდები? მეც უნდა გაგიკეთო რაღაცა. აი ესე უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი და ეს დაუგეგმავად ხდება, ამას ვერ დაგეგმავ. არ ხარ ადამიანი, ისე უბრუნებს პრეფრონტალურ კორტექს, ან არ ხარ ადამიანი და როგორც აღმოჩნდა ამ სამყაროში ბევრი არ ვართ ადამიანი რა. ხო და მაშინ მომავალში დაუგეგმავად შევხვდეთ კიდე. აუცილებლად დიდი სიამოვნებით. მე მქონდა ერთი კითხვა ბოლო. მიდე. რომ არა? არა. აი რო შეგეძლოს მომავალში. რაღაცა ერთი ხმის ან საუნდის გაგზავნა სიგნალად, რას გაუშვებდი? ვაუ. და დავასრულოთ. აი რას გაუშვებდი და პატარა რო ვიყავი, სულ მახსოვს პატარა რო გავიღვიძებდი და დედა წყალი მინდა და 5 წამში ეხავე დედი. და მოდიოდა, აი მაგას გავუშვებდი. მაგ კითხვაზე რო ვფიქრობდი, ახლა ჩემ თავსაც ვეკითხებოდი, რომ აი რას გაუშვებდი და ისე დედის და იმის იმაზე წავიდი. ეგრევე, ბავშვის გულის თემას, რომელსაც იგებ მაგალითად ეხოსკოპიაზე, ხო, აი. ეგ არის ალბათ, რასაც მართლა ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს ვერასდროს. ნამდვილად. ვერაფერს. აუ, ძალიან დიდი მადლობა. აუ, პირიქით, ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, ეს ეპიზოდი ჩემთვის და ძალიან ძვირფასი და ძალიან დიდი მადლობა რა დამთანხმდით. მადლობა თქვენ, დიდი სიყვარული თქვენი მე.